მოგესალმებით, მეგობრებო და კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ და ამ ვიდეოში მინდა შევეხო თანამშრომლების სამსახურში აყვანა გაშვების საკითხს, რომელიც საკმაოდ დრამატული და რთული და მტკივნეული საკითხია. არადა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიის განვითარებისთვის. ტრეინინგებზე და კომპანიების ვორქშოპებზე, ვისაც ვემუშავებით, მოკლედ გვესმის ყველანაირი მიდგომა, რომ ეს არის ოჯახი და არა სამსახური, ერთი გუნდი ვართ, არსად წასვლას არ ვაპირებ და ასე შემდეგ. რაც უფრო დიდი ხანი ადამიანი მუშაობს, მით უკეთესია, მე 15 წელია ვმუშაობ, მე ამდენი, მე იმდენი და. მოკლედ ეს ამყარებს რაღაცნაირ სტერეოტიპს, რომ სამსახური ეწოდება რაღაცას, რასაც რა ვიცი, მოკლედ ლამის ცხოვრება უნდა მიუძღვნა და პროფესიული სტანდარტი დროთა განმავლობაში ამისგან ძალიან განსხვავებული გახდა და სწრაფად ვითარდება გარემო, სწრაფად იცვლება რეალობები. თქვენ გესმით ყოველდღიურად, რომ კომპანიები ამცირებენ პერსონალს, მერე ისევ აყავთ, მერე ზრდის პერიოდია, მერე კრიზისია, სულ არის დინამიკაში. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ დრამატულობა გამოვაცალეთ, ასე ვთქვათ, ამ სამსახურში წასვლა-მოსვლის ამბავს, კომპანია ძალიან დასუსტდება. მაგალითად, ეხლა განვიხილოთ ორი რადიკალური ვერსია. ესე განვიხილოთ ის ვერსია, სადაც ყველა მიდის, არავინ არ რჩება კომპანიაში და ყველა მოდის, ესე იგი ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, ეს დაანგრევს კომპანიას და ყველამ ვიცით, რომ ხალხმა თუ საქმე არ ისწავლა და რაღაც დონეზე თუ არ ჩამოყალიბდა და რაღაცა თანამიმდევრულობა თუ არ გაუჩნდა, კომპანია ვერ იარსებებს. მაგრამ ეხლა მეორე მხარეს წავიდე და წარმოვიდგინოთ, რომ კომპანიიდან არავინ არასდროს არ მიდის და ახალიც არავინ არ მოდის შესაბამისად, ხო? ეს კომპანიაც დაიღუპება, იმიტომ რომ ცვლილებებს ვერ აყვება, ახალ დროს, ახალ გამოწვევებს ვერ აყვება და მოკლედ ნელ-ნელა ჩაქრება, ასე ვთქვათ, მისი წარმატება. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჯანსაღ კომპანიაში ძირითადი ბირთვი თანამშრომლების არის მეტნაკლებად სტაბილური, მაგრამ ვიღაცები მიდიან და ვიღაცები მოდიან. ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი. ტაბუ კი არ არის და ჩუმად კი არ უნდა ვიჩურჩულოთ ამაზე. ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. და თუ ამაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკეთ, მენეჯერისთვის ეს ხდება მორალური დილემა. ადამიანი როცა არის გასაშვები, აი რომ ვიწყებ ამაზე ლაპარაკს, რომ გასაშვები ვინ არის, მოკლედ საშინელებას შიშს და შეშფოთებას დაინახავთ მენეჯერების სახეზე და ამიტომ ეს თუ ესეა, ტოქსიკური საშუალო შედეგიანობის ადამიანები ბედნიერად წლობით იცხოვრებენ თქვენ კომპანიაში და გააფუჭებენ, მოუშლიან ყველას ნერვებს და გამოუთხრიან კომპანიას ძირს. ანუ გასაშვების გაშვება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ნებისმიერი მენეჯერის და კომპანიაში ჩვენ დავაშენოთ კულტურა, რომ ეს გაშვება როგორც აყვანა არის ჯანსაღი რაღაცა, ასე გაშვება არის ჯანსაღი რაღაცა, ხო? მოდი დავფიქსდეთ ახლა როგორია კარგი, ასე ვთქვათ. ის თქვით, რომ ზომიერი დინება უნდა იყოს, ვიღაცები უნდა მოვიდნენ, ვიღაცები უნდა წავიდნენ. ახლა რატომ უნდა წავიდეს ხალხი მაგალითად, ხო? პირველი პასუხი არის, რომ ზოგი ადამიანი უფრო სწრაფად განვითარდება ვიდრე კომპანია და კომპანია როგორც ტანსაცმელი დაუპატარავდება ამ ხალხს. და ჩვენ უნდა ვთქვათ და წინასწარვე უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცაებს ჩვენი კომპანია დაუპატარავდება. ფლომასტერზეა ლაპარაკი თუ ბანკზეა ლაპარაკი თუ რიტეილ ქსელზე, ვიღაცა უფრო მაღალ თამასას გაეკიდება და ამიტომ წავა კომპანიიდან. ახლა დაუშალოთ ადამიანს, რომელსაც აქვს შანსი, რომ უფრო მაგარი საქმეები აკეთოს. იმ ადამიანს დაუშალოთ წასვლა, რომელსაც თავის ბიზნესი გაკეთება უნდა. ფაქტია, რომ არ უნდა დაუშალოთ. ეხლა მეორე მხარეს წავიდეთ. კომპანია თუ იზრდება და თამასა თუ იზრდება და მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ, ვიღაცას მოუწევს თუ არა წასვლა. აქაც პასუხი არის ცალსახად, რომ დიახ, ცალსახად მოუწევს წასვლა ნებისმიერი კომპანიიდან ადამიანებს. 15 კაციანი სტარტაპიდანაც მოუწევს ადამიანს წასვლა და 300 კაციანი კომპანიიდან და 3000 კაციანი კომპანიიდანაც და მათ ადგილას, წასულების ადგილას, კარგი მიზეზებით წასულების, ცუდი მიზეზებით და ასე შემდეგ შემოვა ახალი სისხლი, რომელიც ახალ ენერგიას და უნარებს შემოიტანს. აი ეს არის ჯანსაღი
განწყობა, ასე ვთქვათ, კომპანიასთან დაკავშირებით. ხა სანამ გავაგრძელებთ საუბარს, მინდა რომ მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ ტრადიციული გაგებით ჩვენ ვიდეოებს სპონსორები არ აყავთ და რეკლამითაც YouTube-ზე არ არის დატვირთული ჩვენი ვიდეოები. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ყველა ვიდეოს და მათ შორის ამ ვიდეოს სპონსორებიც არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ თქვენ ის ხალხი, ვინც გვიკვეთავთ ტრეინინგებს Flowmasters და ვინც მონაწილეობთ ჩვენ ტრეინინგებში, გვაძლევთ იმ რესურსს, რომლითაც ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ყოველ კვირეულად უფასო და ხარისხიანი ვიდეოები გავაკეთოთ და ამისთვის გეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა ჩვენგან და ინფორმაცია ჩვენ ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ეხლა დავბრუნდეთ თანამშრომლების მოსვლა-წასვლაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ჯანსაღ კომპანიაში თანამშრომლის მოსვლაც და თანამშრომლის წასვლაც უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ნაწილი, როგორც საქონელი შემოვიდა საწყობში, გავიდა საწყობში, რაღაც გაიყიდა, რაღაცა ვიყიდეთ, რაღაცა გავყიდეთ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დემისტიფიკაცია და დედრამატიზაცია უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, მოსვლა-წასვლის, ხო? მით უმეტეს გაითვალისწინეთ, რომ ყოველი შემდეგი თაობა, რომელიც სამსახურში მოდის, სულ უფრო ნაკლებ ხანს არის კომფორტულად ერთ პოზიციაზე. ბეიბი ბუმერები, ჩემი მშობლების თაობა 15-20 წელი იყვნენ ერთ თანამდებობაზე კომფორტულად. X-ები, ჩემნაირები, X თაობა უკვე 5-7 წელი არის კომფორტულად ერთ თანამდებობაზე. Y-ები, ანუ მილენიალები 2-3 წელზე ჩამოვიდა მათი სტანდარტი და Gen Z-დან 12-18 თვე გახდა ერთ თანამდებობაზე გაჩერების დრო. ეხლა ჩვენ თუ ამას არ ვაღიარებთ, მაინც ესე იქნება. შესაბამისად, თუ არ გავხადეთ მოსვლა, წასვლა ჩვეულებრივი ნაწილი ჩვენი საქმიანობის, სულ ვიქნებით დრამაში და სულ ვიქნებით ტრაგედიაში. და მერე რო წაგვივა ნიჭიერი Gen Z და ვინერვიულებთ, ამიტომ არ გავუშვებთ გასაშვებ თანამშრომელს და ეს არ მოგვიტანს სიკეთეს, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ დრამატულობა უნდა შევამციროთ და ამიტომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს გაკეთება. ტრეინინგებზე ხშირად ვადარებთ, ავტობუსი არის კომპანია და მგზავრი არის თანამშრომელი და ავტობუსში ასვლა-ჩასვლას. ეხლა მოდი ვიფიქროთ, როგორ არის ავტობუსში ასვლა-ჩასვლის ამბავი. პასუხი არის ასეთი: ვდგევარ გაჩერებაზე, ანუ შრომის ბაზარზე ვარ პოტენციური თანამშრომელი. ვიცი სად მინდა რომ წავიდე, ანუ რა მიმართულებით მინდა განვითარდე, როგორი ანაზღაურება მინდა, როგორი სამსახური. აქედან დავადგენ, როგორი ავტობუსი მჭირდება, რა ნომერ ავტობუსში ჩავჯდე. რომ მოვა ეს ავტობუსი შევხედავ, ძალიან გადატვირთული ხო არ არის, ძალიან ცარიელი ხო არ არის, მოვლელი ხო არ არის და ასე შემდეგ, ანუ კომპანიას ვაფასებ და ავალ ავტობუსში. ავტობუსში რო ავალ, შეიძლება კარგად დამხდნენ ამ ავტობუსში და კომფორტულად მოვეწყო და ადგილი გამოვნახო და უფრო დიდხანს ვიყო, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ავტობუსი იქ უნდა მიდიოდეს, სადაც მე მინდა. ჩვენ სადღაციდან გვაქვს მოტანილი მოსაზრება, რომ თუ ავტობუსი კარგია, გავყვები მოუსვლელში. ანუ კომპანია თუ კარგად მეკცევა, მე ნებისმიერ კომპანიაში დავრჩები უსასრულოდ დიდხანს. ესე არ არის. თანამედროვე ადამიანებმა იციან რა უნდათ, იციან რა უნდათ მატერიალურად, იციან რა უნდათ პროფესიულად, ცხოვრების ბალანსის თვალსაზრისით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ამიტომ ყოველი შემდეგი თაობა კრიტიკულად უყურებს სამსახურში მისვლა-წამოსვლას, ხო? ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად ბოლოში, ამ ვიდეოს ბოლოში უკვე კონკრეტულ რჩევებზე გადავიდეთ. პირველი მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩვენი არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ ჩვენც და YouTube-იც ამით ვხვდებით, როგორი ვიდეოები მოგწონთ და რა თემები გაინტერესებთ, ხო? რაც შეეხება თანამშრომლების მოსვლა-წასვლას, მე გთავაზობთ, რომ თქვენ კომპანიაში მოხსნათ ტაბუ და დრამა ამოვიღოთ წასვლა-მოსვლიდან. მაგალითად, ჩემ თანამშრომლებს მე მართლა გულწრფელად ყოველდღიურად ვეუბნები, რომ ერთ დღეს შენც წახვალ და ერთ დღეს მეც წავალ. ჩემია კომპანია, მაგრამ ინტერესს დამეკარგება, სხვა რამე დამაინტერესებს, ხო? ცაში არავინ არ გამოვეკიდები და ერთი კომპანიიდან დღეს ადამიანი, რომელიც 30 წლის არის, ესე იგი 70 წლამდე ამ კომპანიაში ნამდვილად არ იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ ეს დღე ყველას მოუვა. მთავარია, რომ ეს გავაკეთოთ ადამიანურად, მშვიდობიანად, არ გადავემტეროთ ერთმანეთს, არ გატოქსიკურდეს სიტუაცია და როგორც ავტობუსში ასვლა არის, ესე იგი ზრდილობიანად და კულტურულად გასაკეთე, ისე ჩამოსვლა. კომპანია უნდა გაახალგაზრდავდეს, ჩემი კომპანიაც უნდა გაახალგაზრდავდეს და ამ არხზე უფრო ახალგაზრდა ხალხი უნდა გამოჩნდნენ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ ამაზე თაობების სვლაზე უნდა ვილაპარაკოთ შვიდად და წყნარად, ხო?
ასევე თანამშრომლებთან უნდა ვისაუბროთ, one-on-one-ები იქნება, ფიდბექი იქნება, ჯგუფური ღონისძიებები იქნება, რომ რა შემთხვევაში დარჩება ჩვენ ავტობუსში, რა აინტერესებს, რა არ აინტერესებს, ხო? შეიძლება სხვა მიმართულებით აინტერესებს გამოცდილების მიღება, შეიძლება სხვანაირი პროექტები აინტერესებს და ასე შემდეგ და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ავტობუსშივე, ანუ ჩვენივე კომპანიაში შევთავაზოთ ეს შესაძლებლობები, შეიძლება უფრო დიდხანს დარჩეს. თუ ვერ შევთავაზებთ, ალბათ უფრო მალე ჩავა, ხო? ისიც რომ გავიგოთ, რომ ადამიანი ორ გაჩერებაში ჩადის, ანუ ორ თვეში მიდის სამსახურიდან, ჯობია რომ დღეს გავიგოთ და ჯობია რომ ამაზე მშვიდად და ადამიანურად უნდა ველაპარაკოთ, ხო? ასევე მენეჯერებმაც ნათლად და გარკვევით უნდა გაუზიარონ თანამშრომლებს უკავშირი, რომ როცა ვიღაცა გახდება ჩასასვლელი, თუ თქვენ არ ახართ კმაყოფილი მისი პერფორმანსით, ეს არ იყოს სიურპრიზი და არ იყოს მოწმენდილცაზე, ასე ვთქვათ, მეხის გავარდნასავით, ძალიან ცივილიზებულად და კულტურულად უნდა ვისაუბროთ ამაზე, რომ ყველა წავა, ყველა მოვა, იგი წავა და სხვა მოვა, ესე იგი, ამ კონკრეტულ პოზიციაზე, ამ კონკრეტულ კომპანიაში. და თვითონ კომპანიაც მაქსიმალურად უნდა აეწყოს, რომ აი ეს გადაბარება, გადმოაბარება, ვიღაცის წასვლა, ვიღაცის მოსვლა იყოს ჩვეულებრივი საოპერაციო საქმიანობის ნაწილი HR-ისთვისაც, ფინანსებისთვისაც, მენეჯერებისთვისაც და ასე შემდეგ. ეს არის რაც მინდოდა ამ თემაზე თქვენთან დღეს მესაუბრა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.